ვინც არის ახლოს იყენებს თავისთვის. მე არ ვარ ახლოს და იმიტომ ძველ სახლში ვცხოვრობდა. ვინც არის ახლოს უშენებენ ეკლესია მონასტერი და ხალხი გახარებულია. და ამერიკა და აი ციგნის მეუფე და ის იყოს და ანუ იმ გაგებით რომ არ გამოიყვანოთ ხალხი ქუჩაში. მე ვინა კაც არავინ არ აპრესს ქუჩაში, მაგრამ ეს ჩვენ არ მოგწეს, მაგრამ ქუჩაში როგორ გამოიყვანოთ კაც. ქუჩაში რომ ვინმე დაიღუპოს მე ვინაგებს პასუხს. ის ხო ერის ადამიანი სულ არ აინტერესებს მიდაიღუპა და აბა რა ვარია პატრიარქისგან ჩემთვის რომ მე ვთქვა გამოდიდო ვიღაცა რომ მოკლა. ეს ჩვენი წარწმენაა. ამაშია დიდი განსხვავება. ეს ერის ადამიანებს იმიტომ მithოვენ ამას და არ ესმით ეს. ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტ მეუფე სერაფიმეს ბორჯომში წმინდა სერაფიმე საროველის ტაძართან ვესაუბრებით. ეს ინტერვიუ ფარულადაა ჩაწერილი. მეუფემ არ იცის რომ ვიდეო კამერა ჩართულია და ამიტომ ხმამაღლა საუბრობს იმ თემებზე, რომელიც საზოგადოებაში ტაბუ დადებულია. მეუფე გვიყვება როგორი მეთოდებით ცდილობს ხელისუფლება გავლენის მოხდენას საეკლესიო ელიტაზე მაშინ, როცა საერო ელიტა საფრთხეს გრძნობს. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სოსო თოფურიძე და თბილისის მერი გიგი უგულავა. ეს ის საჯარო პირები არიან, რომლებიც მსგავსი ფორს-მაჟორული სიტუაციების დროს პატრიარქთან და წმინდა სინოდთან მოლაპარაკებას მართავენ. სულ უგულავა და ისინი არიან. ისინი ერევიან, სულ აუგებნებიან ხან მას დივანს, ხან იმას, ასეთი ნაგლები არიან. რომ აი ეს სოსო თოფურიძე რომ ისინი ადამიანური მასე დონეზე უბნებიან. ყველაზე მთავარი გიგულავა ის მოდის, იმას აქვს მთელი გავლენა. ის პირადად პატრიარქზე მიდის. და ძალიან ხმამაღლა საუბრობს ხოლმე. როგორ არა, მაშინ ხმამაღლა კი არა, ყვირო დაგაცემა. ადალაწერა კი ბიჭი, მოწამენგინა. აი ასე თქვა, როცა გავიდა უწმენასი, იქ ხო მეუფე ბიჭი და თქვა პირდაპირ რომ ამ კანონითო გემარროი მოვიცილეთ. აბა ასე თქვა, ორჯერ გაიმეორა. ვერ მოვიტანა უთხარი გიგა, მეთქი ასე არ შეიძლება, ხულია მეთქი. არ აინტერესებდა. მეუფე სერაფიმე იხსენებს, რომ ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ზუსტად 1 წლის წინ მოხდა. მაშინ ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირების მიზეზი კანონი გახდა, რომლის თანახმად საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირების უფლება საქართველოში გავრცელებულ სხვა რელიგიურ კონფესიებსაც მიეცათ. საპატრიარქო და მრევლი კანონის წინააღმდეგ ღიად გამოვიდა. 10,000-ობით ადამიანმა პროტესტი მხოლოდ მას შემდეგ შეწყვიტა, რაც სიმშვიდისკენ წმინდა სინოდმა მოუწოდა. მთავარი მედიატორი სასულიერო სემინარიის ყოფილი სტუდენტი, თბილისის მერი გიგი უგულავა იყო. საპატრიარქოში გვიან ღამით მისული უგულავა თვითმხილველების თქმით პოზიციებს ყვირილით იცავდა. უგულავამ მაშინ საპატრიარქოში ვიზიტი დაადასტურა. უშინაც ვიყავი და იმისინაც ყოფილა და ამაში ახსა ნიშნავს ვერაფერს ვერ ხედავ. მე წმინდა სინოდში ისევე როგორც უბრალოდ ბევრი მეგობარი მგელი მყავს, ბევრი მათგანი ჩემი კურსელია, ერთად ვსწავლობდით. თბილისის მერთან კომენტარის ჩაწერა ჩვენ ახლაც ვცადეთ. თუმცა გიგი უგულავამ მეუფის მონაყოლზე თქვა, რომ ამის შესახებ არაფერი იცის. არ ვიცი, მე მსგავს რამე არ ვიცი. სინოდის სხდომისას საპატრიარქოში კუდის უფროსის მოადგილე სოსო თოფურიძეც რომ იმყოფებოდა, პირად საუბარში სინოდის სხვა წევრებიც ადასტურებენ. თუმცა ამ თემაზე სატელევიზიო ინტერვიუზე